ჯერ უკრაინას მიმართ დაიწყეს განცხადებები, მერე ევროკავშირის მიმართ, მერე ომის პარტია შექმნეს. ჯერ იყო მხოლოდ ომის პარტია, ნაციონალურ მოძრაობას ომში უნდა დრო ჩაგვირთონ, ეს არის ომის პარტია და მერე გადაიქცა როგორც გლობალური ომის პარტია. ანუ ყველაფერს თავისი როგორ მარტივად არის, აი თეთრფურცელზე რომ დავხაზოთ. წლებთან ერთად, რაც უფრო მეტი არჩევნები ტარდება ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, იმისთვის რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება, სულ უფრო მეტი ხმების მოპარვა უწევს. და სულ უფრო მეტი ტექნოლოგიური, პარტიული რაღაცა იმ ქურდო არჩევნების ხმების მოპარვის სქემების შემუშავება უწევს, იმიტომ რომ სულ უფრო იკრებს მათი მხარდამჭერების რაოდენობა და სულ უფრო მეტი ხმა უნდა მოიპაროს იმისთვის, რომ დაიწეროს ის შედეგი, რომ დარჩეს ძალაუფლებაში. რაც უფრო მეტ ხმას იპარავს, სჭირდება აი ეს მარწუხები, ადამიანის უფლებების შეზღუდვა, ტერორი, დაშინება კიდევ უფრო გააძლიეროს, რომ ეს ძალაუფლება შეინარჩუნოს. ეს რეალურად ეს გზა დიქტატურისკენ, რომელსაც ჩვენ გავდივართ, ხო? ემყარება ერთადერთ რაღაცას, რომ მათ სჭირდებათ წლიდან წლამდე უფრო მეტად შებოჭვა ადამიანების, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. იმიტომ რომ თუ ადამიანებს არ შებოჭავენ, არ მიიღებენ დრაკონულ კანონებს, არ აკრძალავენ სამოქალაქო სექტორს, NGO-ებს, მედიას, მაშინ ბევრად უფრო გაუჭირდებათ. რაც უფრო დრო გავანუ ყოველი დღე ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის, ეს არის საშიში ამ ქვეყნისთვის ცუდი. რაც უფრო დიდხანს არიან, უფრო მეტად აფუჭებენ სიტუაციას. ზუსტად იგივე სიტუაცია გვაქვს ახლა ჩვენ. აი ყოველი დღე ჩათვალე რომ რაღაცნაირად არის სასჯელი, რომელსაც სახადი, რომელსაც ქვეყანა იხდის